მე მიუმართავ ოცნების ლიდერებს, რომ ეს ამ ყველაფერს ერთობლივად აღებული ქვია სამართლიანობის, სამართლის, ანუ სიმართლის დეფიციტი ქვეყანაში. სიტყვა სამართალი ზოგადად კავშირში არის სინონიმი სიტყვისა სიმართლე. ანუ ხო არის სისხლის სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი, სამოქალაქო სამართალი და ასე და ზოგადად სამართალი, ეს ტერმინი კავშირშია სიტყვა სიმართლესთან, ანუ სინონიმია სიტყვა სიმართლისა, ანუ სიმართლიდან გამომდინარე უნდა იყოს, ხო? და სიმართლიდან გამომდინარე როგორ შეიძლება იყოს, როდესაც, რაზეც მე ვილაპარაკე, აშკარა ადგილი ექნება აშკარა შერჩევითობის პრინციპით ადამიანის დასჯას, როდესაც შეიძლება ადამიანს მიუყენო მუხლი და თქვათ და რომ არსებობდეს იმ მუხლში მოთავსებული ქმედება და სერიოზული სახით რო იტყვი და დააშავა აბა რა ვქნაო და ამ დროს ათობით და ასობით ადამიანის ამ შემთხვევაში მაგალითად დემონსტრანტებზე თავდამსხმელების საქმე მიერ ჩადენილი ქმედებები აშკარა იქნება და იმაზე სრული უმოქმედება რო გექნება ხშირ შემთხვევაში. დიახ, ამიტომ ოცნების ლიდერებო მოგმართავთ ეს თქვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა ქვეყანაში სამართლის დეფიციტი, მართველი პოლიტიკური გუნდის დიდი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა. ამიტომ მოგიწოდებთ კვლავ და კვლავ ვიმეორებ დაიწყეთ დემოკრატიული რეფორმების გატარება საქართველოში. კვლავ მინდა შეგახსენოთ. ჯერ ვიტყვი იმას კიდევ ერთხელ, ვისაც ჩემ აქტიურობას თვალყურს ადენეთ გეცოდინებათ, ხშირად ვლაპარაკობ მაგაზე, რომ დემოკრატიის ინდექსის ჩამონათვალში, სახელმწიფოების ჩამონათვალში, ეკონომისტის სიაში საქართველო არის 4 საქართველოში დემოკრატიის ინდექსის შეფასებულია 4.34 მიასედი ქულით, 4 ქულის ქვევით ოფიციალურად ავტორიტარული სახელმწიფოების ჩამონათვალი იწყება, ოფიციალურად ავტორიტარულად აღიარებული 2011 წელს ბატონი მიხეილ სააკაშვილი, როდესაც იყო საქართველოს პრეზიდენტი და ნაციონალური მოძრაობა მართავდა საპარლამენტო უმრავლესობაში, ამ დროს შეფასებული იყო იმავე სიაში საქართველოში დემოკრატიის ინდექსი 4.74 მიასედი ქულით. ანუ მაშინაც ძალიან დაბალი იყო. რომ არ გაატარა ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა და ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელობამ მაშინ შესაბამისი დემოკრატიული რეფორმები ხომ ძვირი დაუჯდა თავად ბატონ მიხეილ სააკაშვილსაც ნაციონალურ მოძრაობასაც და ძვირი დაუჯდა საქართველოს. მაშინ რომ მათ გაეტარებინათ შესაბამისი დემოკრატიული რეფორმები ასე და მათ შორის გაეუქმებინათ მაჟორიტარული სისტემა, როგორც საკრებულოს არჩევნებისათვის, ასევე საპარლამენტო არჩევნებისათვის, დაეწიათ საპარლამენტო არჩევნებისათვის გამსვლელი ბარიერი 5%-დან თქვათ 3%-მდე და ასე შემდეგ. დღეს საქართველო უკვე იქნებოდა დაახლოებით პოლონეთისა და ჩეხეთის დონის დემოკრატია. და საქართველოში ეკონომიკა იქნებოდა გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში და საქართველოში საბანკო სესხებზე გადასახდელი პროცენტების ოდენობა იქნებოდა გაცილებით ნაკლები ვიდრე დღეს არის. არ გააკეთეს. ძვირი დაუჯდათ და ძვირი დაუჯდა საქართველოს. ნუ გაიმეორებთ ზემოხსენებულ შეცვლამას ოცნების ლიდერებო. მაგალითი გვაქვს. მით უმეტეს, რომ ვიმეორებ იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო მსოფლიოში შექმნილი ვითარება ადასტურებს იმას, რომ ვლადიმერ პუტინი ურომლისოდაც საქართველოში ავტორიტარული დიქტატურად ვერ დამყარდება, თუ ის არ იქნება მყარად, ვერ იმარჯვებს უკრაინაში, მასიური დარტყმების ქვეშ იმყოფება რუსეთის ქალაქები უკრაინის მხრიდან, როგორც დრონებით, ასე და რაკეტებით.